მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუწყობ. ჩვენ გადაცემაში ბევრ საინტერესო თემას შევეხებით და მათ შორის მთელი კვირის განმავლობაში იმ თემებს, რომელიც აქტუალურად განიხილება. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი იქნება. მოგესალმებით. გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი რითაც საუბარი უნდა დავიწყოთ, ეს არის უმნიშვნელოვანი საკითხი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის გადაწყვეტილებით. როგორ აფასებთ პირველში ამ გადაწყვეტილებას და ელოდით თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილებას, რეფორმაც, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა მიღებული განათლებასთან დაკავშირებით, შემდეგ ამასაც შევეხოთ. უარყოფითად. როგორ უნდა ვაფასებდეთ? უარყოფითად. მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ჯერც ერთი ეს არაა გაერთიანება, ტყუილია. ეს ტყუილია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ფაქტობრივად აუქმებენ და მიუერთებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იქნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს გაერთიანება კი არა, მიერთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუერთებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ესე სურს ამ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს. ეს ერთი, მეორე, არავინ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, მესამე საერთოდ გაუგებარია რატომ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, ეს აი პირდაპირ გეუბნებით, ეს შეუულებრივი ბოდოა, აი სისულელეა. რა განცხადებებიც გააკეთა მინისტრმა, არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი. მაგალითად, მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ღრმა კვლევა ჩაატარეს, თანაც საერთოდ საოცარი წინადადება, ბაზრის ღრმა კვლევა ჩაატარეს. გამოაქვეყნონ ეს ღრმა კვლევის შედეგები. რომ გავეცნოთ ჩვენს ერთი რა გამოიკვლიეს ღრმად. ეს პირველი. და აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ეს რაღაც სისულელეა. მეორე, რომ აქ რაღაცა საერთაშორისო პრაქტიკა. ჩემს არ არსებობს არავითარი საერთაშორისო პრაქტიკები. ახლა როდესმე მსოფლიოში რაიმე უნივერსიტეტები გაერთიანებულა თუ არა, რა თქმა უნდა. ალბათ. არ ამგონია, რომ ეს მასობრივად ყოფილიყო, რაღაც ერთეული შემთხვევებია და ყოველთვის ინდივიდუალურადაა სანახავი, რატომ მოხდა და რა მიზეზი იყო. საერთოდ არ ხდება არაფერთან ასე უბრალოდ მიერთება. თუ მეცნიერთა ჯგუფი, პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი იჯდა, მსჯელობდა ამაზე, ზოგჯერ წლები შეიძლება მიზეზი უნდა იყოს, ჯერ რატომ უნდა მოხდეს, აი დაუკვირდით, არის ორი სხვა უნივერსიტეტი. ჯერ უნდა გაჩნდეს რაღაც მიზეზი, რომ ამ მიზეზის გამო პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა, თუნდაც სახელმწიფოს მმართველმა, თანამდებობის პირებმა დაჯდნენ და დაიწყონ ფიქრი, რომ უნდა ესენი ერთმანეთთან გავაერთიანოთ, მაგრამ ესეთი ფიქრი რომ დავიწყოთ, რაღაც მიზეზი უნდა გაჩნდეს. და მერე შეიძლება ვიმსჯელოთ დიდი ხანი და გადავწყვიტოთ, რომ ეს კარგია თუ ცუდია. რაიმე მიზეზი იყო? აი რა შეიძლება იყოს ამის ამხსნელი მიზეზი, ბატონ დავით, იმიტომ აკადემიურ წრეებში და ზოგადად სტუდენტები, საზოგადოება ძალიან აღელვებულია ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ერთადერთი მიზეზი აქ არის ის, რომ სინამდვილეში ეხლა არსებობს სპეციალობები, არსებობს კათედრები და ფაკულტეტები, რომლებიც მსგავსია, მაგალითად იგივე ფიზიკის თუნდაც ფაკულტეტი არა, ან თუნდაც თქვა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არის ფაკულტეტები, ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის შემცირება. ამათ ყველას ერთმანეთთან ნელ-ნელა შეიძლება არა ორ თვეში, ორ წელიწადში გაერთიანებენ, პროფესორ-მასწავლებლებს გამოანთავისუფლებენ, შეამცირებენ, რაოდენობა შემცირდება, მერე ამ შენობებს გაყიდიან, არაფერი სისულელე, მორიგი ნგრევა განათლების სისტემის. იცით, მე გუშინ ქალბატონმა მანანამ თხოვა მის ეთერში მისვლა და იქ თქვი და ეხლა შემიძლია გავიმეორო, მაგრამ იმაჩნია, რომ მაინც საინტერესოა, ვისაც არ უნახია. მეცნიერება. ჩვენ და გვესმოდეს ერთი რამე. მეცნიერება არის ის, რაც ხელს უწყობს და ანვითარებს ცივილიზაციას. თუ არ იქნა მეცნიერება, ცივილიზაციური განვითარება არ ხდება. ეს პირველი, რაც ყველასთვის უნდა იყოს გასაგები. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ ცხოვრებაში არის, მობილური ტელეფონი, რომელიც თქვენ გაქვთ, სამოსი, ეს ყველაფერი დღეს მეცნიერულ დონეზეა დაყენებული და მეცნიერების ხარჯზე ვითარდება. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, ახლა შევეჩვიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ 130 წლის წინ სამოსი, ნორმალური სამოსი, ადამიანების 90%-ს არ ქონდა.
ადამიანების 90% უბრალოდ ნაჭერი იყო და ამ ნაჭრიდან ასე სახელდახელოდ ხელით რაღაცა არც ლამაზი, არც მორგებული, აი რაღაც ისეთი სამოსით დადიოდნენ. ერთეულები მხოლოდ 10% მოსახლეობის შეიძლება 12 ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ისინი იკერავდნენ მეტნაკლებად ლამაზ და ეს იყო ძირითადად თავადაზნაურობა. წარჩინებული არისტოკრატიული ან ვაჭართა წრე მსოფლიოში. მსოფლიომ გადალახა ეს უბედურება, დღეს სამოსს აქვს მასობრივი ხასიათი. მაგრამ ეს სამოსი როგორ იკერება, ამას ეხლა ადამიანები კი არ იკერავენ, უბრალოდ რობოტული ტექნიკა არის, რობოტების გამოყენება ხდება, ასევე საკვები. იგივე 130-150 წლის წინ ადამიანების დიდი ნაწილი არ იყო მუდმივად, ესე იგი დაკმაყოფილებული საკვებით. და არ არსებობდა ის, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ მასშტაბურად fast food-ი, ან სწრაფი კვება, ან საერთოდ ზოგადად მასშტაბურად. ეხლა მსოფლიოში მასობრივი კვება გაჩნდა, მასობრივი სამოსი გაჩნდა, მასობრივი ტრანსპორტი გაჩნდა. ადრე დღეს მსოფლიო ჩადიან ტურისტები, საფრანგეთი, თუ იტალია, თუ ჩინეთი, თუ იაპონია. ესეთი რამე 130 წლის წინ სად იყო? ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გადიოდნენ თავისი ქალაქის ფარგლებიდან. გაჩნდა მასობრივი ტრანსპორტი, მასობრივი სამოსი, მასობრივი კვება. ეს ყველაფერი მეცნიერული მიღწევის შედეგია. და მეცნიერება და დღეს უკვე მობილური ტელეფონია, კომპიუტერული ტექნიკა. მეცნიერებაა მთავარი რამ. ეს ერთი საკითხია. ეხლა რატო ვთქვი ეს? იმიტომ რომ მეორე თემა აქვს. მეცნიერება ვითარდება როგორ? იმისთვის რომ მეცნიერება განვითარდეს, მეცნიერები უნდა არსებობდეს. იაპონიაში, აი ეს თქვენ გუშინ 10-12 მეცნიერი 1000 კაცზე, ანუ ყოველ 1000 კაცში საშუალოდ 12 მეცნიერია. ეს დიდი რიცხვია ძალიან და ამიტომ იაპონია ეს ყველაზე განვითარებული მეცნიერული თვალსაზრისით დღეს მსოფლიოში ქვეყანა. მეორე მხრივ ამერიკა მეორე ადგილზეა. იაპონიაში საერთოდ საოცრებები ხდება, რომ ნახოთ იქ ტექნიკური უზრუნველყოფა, ან საკვები ჩვეულებრივად, აი საკვებს, ან ყავას, ჭიქას ყიდულობ და რო ხსნი უკვე თავისი ცხელდება ყავა. გესმით, ან საკვები. და ამერიკა მეორე ადგილზე იქ დაახლოებით 10 კაცია 1000 კაცზე მეცნიერი. გერმანია, საფრანგეთი, ეს მოწინავე ქვეყნები, კანადა, იქ 7, 8, 9 კაცია 1000 კაცზე. დღეს ითვლება, რომ თუ 2 კაცზე ნაკლებია მეცნიერი 1000 კაცზე, იქ მეცნიერება კვდება. საქართველოს დღეს არის 1 კაცი. 1000 კაცზე ერთიც არ არის, ერთი მეცნიერი არ არის 1000 კაცი. ამ დროს უფრო ნაკლები სტანდარტები იყო იგივე 30 წლის წინ, 30 წლის წინ ყველაზე მოწინავე ქვეყანაში 8-9 მეცნიერი იყო 1000 კაცზე. და 1.5 მეცნიერზე ნაკლები თუ იყო კვდებოდა. საქართველოში მაშინ იყო 1.9 მეცნიერი 1000 კაცზე, ორი ჩათვალე. და საქართველოს შექმნა ქართული მეცნიერების ფენომენი, რატომ? ძალიან ნიჭიერი ხალხია. ეხლა ჩვენ მეცნიერებას საერთოდ მოვკალით, ერთი მეცნიერი არ აყვავს 1000 კაცზე. ეს ყველაფერი მოხდა, რომ იცოდეთ, აი ამ ხელისუფლების პირობებში. სააკაშვილმა დაიწყო საერთოდ ამის მოსპობა, ეხლა ესენი აგრძელებენ. და მეცნიერების ფუნდამენტი, ეს არის უნივერსიტეტები. უნივერსიტეტები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, მეცნიერებათა აკადემია. თუ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და გვინდა რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, ჩვენ უნდა ხელს უწყობდეთ უნივერსიტეტებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, მეცნიერებათა აკადემიას. ხელშეწყობა არ ხდება ინსტიტუტების მიერთება გადაერთებით. ხელშეწყობა ხდება პირიქით უნივერსიტეტების განვითარებით, რაზეც აქ ლაპარაკი საერთოდ არ არის. ჩვენ სულ ვამბობთ, ჩვენი პარტია, რომ თავარი არის 21 საუკუნეა დღეს რატომ უნდა იყოს 12 კლასი? იმიტომ რომ სულ სხვა დონეზეა გასული მეცნიერება. ჩვენ ვაუქმებთ, გვინდა გავაუქმოთ მე-12 კლასი, იცი რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ იმ 12 კლასში იმ ცოდნის დონეს, რასაც უზრუნველყოფს იაპონია ან ამერიკა და ამიტომ ვაუქმებთ. იმის კი არ უნდა გავაუქმოთ. დონე უნდა უზრუნველყოთ და მაშინ დაგჭირდება ის მე-12 კლასი, იმიტომ რომ მე-12 კლასში უნდა შევისწავლოთ იგივე კომპიუტერული სისტემები, არა მარტო Windows-ი ვთქვათ, ან Mac-ი, არამედ უნდა Photoshop-ი შევისწავლოთ, Premiere-ი მონტაჟის საშუალებები, არქიტექტურული სისტემები, ACAD-ი და სხვა. ამას ვერ ვაკეთებთ, ამიტომ ვაუქმებთ მე-12 კლასს. ამის ნაცვლად რომ პირიქით მოვიყვანოთ სპეციალისტები და ცოდნე გავზარდოთ, მერე სულ ვამბობ ჩვენ რომ არ არის საკმარისი სკოლა. დღეს აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდა
უფასოდ და მე ვიტყოდი სავალდებულოდ, ეს სკოლა უნდა იყოს სავალდებულო, ეს 12 კლასი, გინდა არ გინდა დაამთავრო და მე 3 წელი უნივერსიტეტში უნდა ისწავლო. გაიარო ზოგადი უმაღლესი განათლების კურსი სავალდებულოდ და უფასოდ ყველამ, იმიტომ რომ სხვა ეპოქაა. გესმით, ეს უნდა გაიარო და მე უკვე თუ გინდა ნებაყოფლობით იქნება მაგისტრატურა იქნება ეს თუ ბაკალავრიატი იქნება თუ მაგისტრატურა იქნება თუ რა იქნება იქ დოქტორანტურა ეს მე საერთოდ მომხრე ვარ იმის რომ აღვადგინოთ ის სისტემა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების რაც იყო იმიტომ რომ დღეს სრულად გაუნათლებელი ხალხია და ყველა პროფესორს ეძახის თავის თავს ეს საერთოდ რაღაცა უბედურებაა და ამ პირობებში იმის ნაცვლად რომ წინ წავწიოთ განათლება ეხლა ჩვენ ვიწყებთ პირიქით განათლების ეს ნაბიჯი ემსახურება განათლების მოსპობას ორივე ეს ინსტიტუტი თბილისის უნივერსიტეტიც და ტექნიკური უნივერსიტეტიც საუკუნოვანი ისტორია აქვს. სხვათა შორის ტექნიკური უნივერსიტეტი შეიქმნა იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1917 წელს შეიქმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი თბილისის უნივერსიტეტში მე ეს ფაკულტეტი მიუერთდა ამ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და ეს ინსტიტუტი გაიზარდა უფრო დიდი გახდა მე ინდუსტრიული ინსტიტუტი ერქვა ისევ პოლიტექნიკური მე ტექნიკური უნივერსიტეტი 104 წელი იზეიმა და მე რომ მკითხო უნდა 109 იზეიმოს და მოვიდა მინისტრი მიულოცა ყველა ხმა არ ამოუღია რომ მიერთებას აპირებს და მე 2 კვირის მერე თქვა რომ ეხლა უნდა მიგაერთოდო არანაირი შედეგი დადებითი ამას არ მოყვება ეს ერთი განათლების დონე ისედაც დავარდნილია და მე უკვე ვთქვი იმის ნაცვლად რომ სკოლაშიც ავწიოთ განათლების დონე და უნივერსიტეტებში პირიქით ხდება და კიდევ უფრო დავარდნა მოხდება ამ განათლების დონისა აი ეს გაერთიანება ამას გამოიწვევს აქ არის ბიზნეს ინტერესები შენობები რაღაცეები აქ არის მეორე სახელმწიფო საინტერესებს რომ შეამციროს პედაგოგების რაოდენობა და სტუდენტების საბოლოო ჯამში სახელმწიფო გესმით ეს რას უკავშირდება მე სულ ვამბობ ხმამაღლა ვამბობ ამას გააზრებულად ჩვენი სახელმწიფო აშენებს ფეოდალურ ჩვენ უკვე ავაშენეთ ფეოდალური სახელმწიფო ჩვენ ქვეყანას ყავს ხელმწიფე, ჩვენ ქვეყანას ყავს პრემიერ-ვეზირი, ჩვენ ქვეყანას ყავს სხვა ვეზირები, დეპუტატები ესენი ვეზირები არიან, მინისტრები ესენი ვეზირები არიან, სახელმწიფო ჩინოვნიკები, მათთან დაახლოებული ბიზნესმენები და ნებისმიერი ფეოდალური სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რატომ განთავისუფლდა მსოფლიო ფეოდალიზმისგან? ფეოდალიზმს არა აქვს ინტერესი, რომ ყველა განათლებული იყოს და ყველას ცოდნა კონდეს და ყველას ავტორიტეტი კონდეს. ფეოდალიზმში იმ ფეოდალებს უნდა კონდეთ ყველაფერი, იმათ ხელში უნდა იყოს, განათლებაც მათი და მათი შვილების უნდა იყოს, ბიზნესიც მათი და მათი შვილების უნდა იყოს, ცოდნაც მათ და მათ შვილებს უნდა გააჩნდეთ. ყველა რესურსს ესენი და მათი შვილები, ბიზნესი იქნება, ფული, ბანკები, ყველაფერს ესენი უნდა ფლობდნენ და დანარჩენები მათ ჭირდებათ გაუნათლებელი ნარკომანიერი. რასაც აკეთებენ გილჩის მეშვეობით პროპაგანდას უწევენ ნარკომანიას ეხლა განათლება უნდა წაართვან პირიქით დაამდაბლონ ეს დონე და რაც შეიძლება ბევრი გაუნათლებელი ხალხი დარჩეს აი ამას აკეთებენ ესენი ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და ქვეყნის წინაშე ბატონ დავით ასევე საინტერესოა ძალიან ბევრი ადამიანს დადებითი შეფასება აქვს იმასთან დაკავშირებით რომ უფასო გახდება უნივერსიტეტებში სწავლა და გამომდინარე აქედან შეიძლება ბევრმა არ იცის რომ უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით საუბარი რომ სტუდენტების რაოდენობა შემცირდება კონკრეტულ ფაკულტეტებზე მათ შორის როგორც თქვენ თქვით ასევე ლექტორების რომლებიც წლებია უკვე ალბათ ამ სფეროში არიან დასაქმებულები და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში თითოეულ გოლს შეეხება თუ არა ეს ცვლილება და რამდენად შესაძლებელი სწავლა უფასო უნდა იყოს სწავლა უფასო იყო საბჭოთა პერიოდში და სწავლა უნდა იყოს უფასო და მე უკვე ვთქვი რომ პირველი 3 კურსი სავალდებულოდ უნდა ისწავლოს ყველამ ანუ გამოცდები ჩააბარა არ უნდა ისწავლოს ყველამ და უნდა დაამთავროს გამოცდები აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეს აუცილებელია ამათ ესენი რო ლაპარაკობენ უფასო სწავლაზე ეს სატყუ არაა ესენი იმას კი არ ამბობენ რომ უფასოდ ისწავლის ყველა ახალგაზრდა არამედ რაღაც გარკვეული წრე ისწავლის უფასოდ ისე ვიძახი ეს ყველაფერი ეს ხო არის ხალხი მატყუარა და ცილისწამებელი ირმა ინაშვილმა სწორედ შეარქვა ამათ ხო homo mendax ესე იგი მატყუარა ადამიანი მატყუარები და ეტკალუმნიატორ ანუ ესე იგი ცილისწამებლები ესენი არიან ეს ყველაფერი ტყუილია რომ იქნება უფასო იქნება ძალიან ვიწრე წრესთვის დანარჩენებისთვის საერთოდ სწავლა არ იქნება ამას აკეთებენ ესენი როგორ შეიძლება ასეთი
ჯერ ერთი ამ ორ უნივერსიტეტს გარდა ტრადიციისა, კაცო, ბაზა აქვს უზარმაზე, რატო უნდა დაინგრეს ეს ბაზა? რატომ რა მიზეზია, რა მიზეზი დაასაბუთონ უნდა მოხდეს ამათი გაერთიანება, არა მიერთება ამისი, რა მიზეზია აქვს? არავითარი მიზეზი, რა ღრმა კვლევები, რისი ღრმა კვლევები? კვლავ ამბობ, უყურეთ. ეკონომიკა შედგება სექტორებისგან. გესმით, აი მაგალითად, ეკონომიკა შეიცავს მსუბუქ მრეწველობას. მსუბუქი მრეწველობა წარმოდგენილი შეიძლება იყოს წვრილი და საშუალო ბიზნესით, ეს არის მანუფაქტურები და ეს ან შეიძლება წარმოდგენილი იყოს შედარებით უფრო მსხვილი ბიზნესით, რაღაცა წარმოებები, მსუბუქი მრეწველობის წარმოებები. ასევე არის მძიმე მრეწველობა, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად აღარ არის. თუმცა იყო. მაგრამ ეკონომიკა გარდა მძიმე მრეწველობის და მსუბუქი მრეწველობისა, ეკონომიკა დღეს მსოფლიოში ეს არის მაგალითად სოფლის მეურნეობა და ეს არის მაგალითად ციფრული ტექნოლოგიები. ყველაზე დიდი სექტორი, ყველაზე მოწინავე ქვეყნები, ამერიკა, იაპონია, ეს არის, იაპონია პირველ ადგილზე, მერე ამერიკა, ეს არის ციფრული ტექნოლოგიები, კორეა, სამხრეთ კორეა. აქ 30% ეკონომიკის ციფრული ტექნოლოგიებია, ანუ კომპიუტერებია, მობილური ტელეფონებია, გესმით, პროგრამებია, როგორც არის Google, ყველა მიცის ეს სისტემები. ეს 30%-ზე მეტია. მაგრამ აქვე არის მაგალითად ძიმე მრეწველობა, თუნდაც იგივე ავტომობილების წარმოება, რაც ძიმე მრეწველობა ამერიკაშიც არის, იაპონიაშიც არის და გერმანიაშიც არის და იცით თქვენ ეს ავტომობილები ჩვენ ბაზარზე მოიძებნებთ. ძიმე მრეწველობაში არ არის მარტო ავტომობილების წარმოება, კაცო, აქ არის სხვა დანადგარები, არის მსუბუქი მრეწველობა ამავე ქვეყნებში, ხო? არსებობს ასევე მაგალითად მშენებლობის სექტორი ამავე ქვეყნებში. არსებობს რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც ძალიან მცირეა, იმიტომ რომ ძალიან დიდია ციფრული ტექნოლოგიები. ეკონომიკა შედგება სექტორებისგან. სექტორებში იგულისხმება მათ შორის ჯანდაცვაც, მათ შორის განათლებაც და ეკონომიკა რა არის? როცა ჩვენ ვიცით, რომ აი ამდენი პროცენტი, აი ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენთან ციფრული ტექნოლოგიების 1% არაა. ეს ტრაგედიაა, არც ერთ 21 საუკუნის განვითარებულ ქვეყანაში არ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიები იყოს 3%. 10%-ზე ნაკლები თუ არის ქვეყანა სრულად განუვითარებელი, ანუ ჩვენ. ხელისუფლება რა არის? ხელისუფლებამ უნდა უთხრას ქვეყანას, რომ მე ვსახავ 5 წლიან გეგმას, რომ ჩემთან ციფრული ტექნოლოგიების სექტორი გახდება 10%. მე ვსახავ გეგმას, რომ ჩემთან მსუბუქი მრეწველობა ამდენი პროცენტი გახდება, მძიმე ამდენი გახდება, სოფლის მეურნეობა ამდენი გახდება, მშენებლობა და ასე შემდეგ. ჯერ ეს არის. მერე ხელისუფლება ამბობს, რომ აბა რომ გახდეს 10% მაგალითად ციფრული ტექნოლოგია, რა უნდა გავაკეთო? ამოცანები, პირველი ამოცანა, მეორე ამოცანა, რა უნდა გადაიჭრას? დგება 10 ამოცანა, 15 ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას ციფრული ტექნოლოგიების სექტორში, დგება 15 ამოცანა მძიმე მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და ასე შემდეგ. შედგა ამოცანები. მერე უნდა შედგეს ამ ამოცანების რიგითობა. მაგალითად, ჯერ ვახორციელებ პირველ ამოცანას ციფრულში, პირველ ამოცანას მშენებლობაში და მეორე ამოცანას, პირველ ორ ამოცანას სოფლის მეურნეობაში მიხვდით ხო ამოცანების სიმრავლე. აი ამ ამოცანების დაალაგებას, განსაზღვრას დაალაგებას ქვია ოპტიმიზაციის ამოცანა. შედგა ოპტიმიზაციის ამოცანა, გავიგეთ რიგითობა და წლები გაიწერა. აი ამის მერე ამის რეალიზებას იწყებს ხელისუფლება და ხელისუფლება უკვე თავს განათლების სისტემას, ეს რო იცის, ეუბნება რომ დღეიდან მე დამჭირდება უახლოეს 5 წელიწადში ამდენი პროგრამისტი, ამდენი არქიტექტორი, ამდენი მეღვინე, გესმით ხო? ამდენი ინჟინერი და ასე შემდეგ. ამის მერე განათლების სისტემა იწყებს ამ ხალხის მომზადებას. რაიმე მსგავსი საქართველოში თქვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაგიგონიათ? არაფერი ეს ჩვენ ქვეყანაში 30 არა მარტო არ არსებობს, მე ვამბობ რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის ის საკითხები, რაზეც მე ვისაუბრე. ამიტომ განათლების სისტემა ამ ყველაფრიდან და ამ ყველაფერთან უნდა იყოს იდეალურად შერწყმული. აქ მიმდინარეობს ქაოტური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ბიზნესს ემსახურება, მეტი არაფერს ეხლა.
აი დღეს გავრცელდა სხვათა შორის ინფორმაცია, რომ აი გაერთიანებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც დასახელდა არის ლევან იზორია, ეს არის გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და სხვათა შორის კობახიძესთან ძალიან დაახლოებული ლევან იზორია, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი? გერმანიაში საქართველოს ელჩი, დიახ. არა, მანამდე რომ თავდაცვის მინისტრი იყო, ეს ის კაცია? სავარაუდოდ. ლევან იზორია დასახელდა ერთ-ერთი პირი, რომელიც კობახიძესთან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ, ასე ვთქვათ, დაახლოებული პირი. გასაგებია და რატო უნდა იყოს აკადემიკოსია ცოდნა ღრმა? დიახ, ის როგორც ჩანს ბოლო წლებში, სწორედ ამ მიმართულებით არის დასაქმებული, თითოთით მე ჩავხედა უფრო დეტალურად და აუცილებლად მას შემდეგ წავიკითხავ. ასევე ქართული ოცნების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაზე უნდა გკითხოთ, რომლითაც ისინი გვეუბნებიან, რომ გამჭრვალობის შესახებ კანონი სხვათა შორის ამ კვირაში განიხილეს. დიახ, ბატონ დავით, დაგეთანხმებით, მე გეტყვით ზუსტად ლევან იზორიას დღევანდელ ამჟამინდელ პოზიციას. ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახდა და ის ამჟამად ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტს იკავებს. გასაგებია, მე ვიცი, ვინც არის ლევან იზორია, მაგრამ ლევან იზორია არ არის გამოჩენილი მეცნიერი, არასოდეს არ იყო გამოჩენილი მეცნიერი და საერთოდ არც აკადემიკოსი, არც გამოჩენილი მეცნიერია და არც არასოდეს ყოფილი. აი, ამას ჩავიკითხავ ბოლომდე, დღემდე ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი გახლავთ. აი, ეს არის კიდევ ეს არ არის საკმარისი, რომ საუნივერსიტეტო რეფორმის კომისიის ჩვენ დავინახეთ ამ რეფორმებმა დაანგრია განათლების სისტემა. უნივერსიტეტს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც მეცნიერებიდან ამოსული, რომელიც მეცნიერებაში არის, მეცნიერია და რომელიც არის ცნობილი, დიდი და გამოჩენილი მეცნიერი. კი ბატონო. ამ უნივერსიტეტებს ორივეს გნებავს ტექნიკურ უნივერსიტეტს და გნებავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მეცნიერები, აკადემიკოსები, რომლებიც მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები იყვნენ. და მხოლოდ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო ამ სისტემის ნგრევა და ხელმძღვანელებად მოდიოდნენ იქ ბატონი ხუბუა დანიშნეს თბილისის უნივერსიტეტში, შეუდარებელი იყო ახლა ბროინ მეტრეველი იყო, რომელიც მართლა გამოჩენილი მეცნიერია და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტია. და აი დიდი რექტორების ეპოქა დასრულდა სწორედ, აი როინ მეტრეველი, გოჩა ჩოგოვაძე, ეს იყო გამოჩენილი მეცნიერები. ეხლა რა იზორია არის გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც მიუერთებს ამათ ერთმანეთს და შექმნის მეცნიერებას. განათლების სისტემა მეცნიერების საფუძველია, კვლავ ამბობ. ეს მეტყველებს ყველაფერი იმაზე, რომ მიმდინარეობს მეორე ეტაპი განათლების გრევისა. სააკაშვილმა პირველი ეტაპი დაიწყო განათლების სისტემის გრევისა და მოსპო ფაქტობრივად განათლების ისედაც ახლა რაშია საქმე, იცით? 85, 86, 87, 1900, 85, 6, 7, 8 მანამდეც საქართველოს იყო ძალიან განათლებული ქვეყანა და განათლების დონე იყო ძალიან მაღალი და ქართულმა მეცნიერებამ სოფლიო ფენომენი წარმოქმნა მეცნიერების. შემდეგ საქართველოში სამწუხაროდ სამოქალაქო ომი დაიწყო, შემდეგ იყო ცხინვალი, სოხუმი, სამოქალაქო ომი და იყო ძალიან მძიმე პერიოდი, ეპოქა ეკონომიკური ვარდნის, როცა ძალზედ სერიოზულად დაეცა განათლების სისტემა. ამის მერე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში და იმის ნაცვლად რომ განათლების სისტემამ დონე დაეცა, მაგრამ განათლების სისტემა არ მოკვდა, ის რაღაც სუნთქავდა და ცდილობდა ფეხზე დამდგარიყო. სააკაშვილის რეჟიმმა კი არ შეუწყო ხელი განათლების სისტემის ფეხზე დადგომას, მან პირიქით დაიწყო განათლების სისტემის პირველი გამანადგურებელი ტალღა. ეხლა ახალი ხელისუფლება, ახალი აღარა უკვე მე-14 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაში და მეორე ტალღას იწყებს განათლების სისტემის განადგურებისა. ჯერ აქამდეც გამანადგურებელი ტალღა იყო. როდესაც ილია უნი და აი ამ უნივერსიტეტებში სააკაშვილმა შეყარა ვითომ მცოდნე ადამიანები, რომლებიც ინამდვილეში საერთოდ უცოდინრები იყვნენ. და რაღაცა ყველა განათლების ყველა მიღწევა, სამეცნიერო მიღწევას აკრიტიკებდნენ დაწყებული ისტორიიდან და დამთავრებული მათემატიკით და შექმნეს პრინციპში მორიგი ტალღა გაუნათლებელი ხალხისა და ეხლა მეორე ეტაპი დაიწყო განათლების გრევისა. მე არ ვფიქრობ, რომ განათლების სისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს ხელმძღვანელობა თუნდაც იზორიასი. კვლავ ამბობ, განათლების სისტემა ძალიან ფაქიზი რამაა და ყველაფერი რაც ახლა ხდება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს გრევა ამ სისტემის.
ეს ჩემი აზრით საერთოდ გააზრებული აქვს ამ ფეოდალურ ხელისუფლებას, მაგრამ თუ გაუაზრებელი აქვს, მაინც მოხდება ნგრევა. მე კი მგონია რომ გააზრებული აქვს. კიდევ ამბობ, ამათი მიზანი არის ჩამოყალიბდეს გაუნათლებელი, განარკომანებული თაობა ახალგაზრდების თაობიდან, რომელსაც ამათ გონიათ რომ იოლად მართავენ. აი ეს უნდა ამ ფეოდალურ სახელმწიფოს ბატონ დავით, სხვა თემებზეც რომ მოვასწროთ, აქედან გამომდინარე მე გითხავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში განიხილებოდა და ერთ-ერთი ასეთი იყო ქართული ოცნების ოფისში, როდესაც ჩატარდა დიდი, ასე ვთქვათ, შეხვედრა, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება მიუბრუნდება უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს და გრანტების თემა, მათ შორის იქნება უფრო მეტად გამკაცრებული დაფინანსება პოლიტიკური პარტიების, იქნება თუ ასე შემდეგ ორგანიზაციების, მათ შორის იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრად გაკონტროლებული. აქ მივედით აბსოლუტურ ბოდვამდე უკვე. აი ბოდვამდე. ეს არის ბოდვა. აი წარმოიდგინეთ თქვენ, დაუშვათ თქვენ ხართ პროგრამისტი. წერთ კომპიუტერულ პროგრამებს. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მონაწილეობთ რაიმე საერთაშორისო პროექტში, კომპიუტერული პროგრამებისა. თუნდაც ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის მაგალითად Google. ან Apple, აი iPhone-ი როა ტელეფონი, ხო? ან კიდე რომელი Microsoft-ი. ესე იგი, რომელიღაცა ცნობილმა კომპანიამ რაიმე პროექტია, ამ პროექტში თქვენ მონაწილეობთ, საგრანტო დაფინანსებაა და მიზანი არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის სფეროში რაღაცა პროგრამული პროდუქტის შექმნა. და თქვათ ამაში მონაწილეობს 10 ქართველი. ესეთი რამე თუ მოხდა, მადლობა ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენ სადღაც ვართ. ამ ხალხმა იმონაწილევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, იმუშავა, რაღაცას მიაღწიეს, ჰქონდათ საგრანტო დაფინანსება, მიიღეს ხელფასები, გავიდა დრო და მე უცებ რომელიღაცა ამადგან მოინდომა ან პოლიტიკურ პარტიაში მონაწილეობა, ან არა, პოლიტიკური პარტია უბრალოდ უნდა რომ არ მოწონს, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება და მიტინგზე მივიდა. და საჯაროდ გამოხატა თავისი პროტესტი. ესე იგი, ესეთი ადამიანი დაისჯება. ანუ ესენი ამბობენ, რომ ასეთი ადამიანი არც პოლიტიკაში უნდა იყოს და არც საჯაროდ აზრები არ უნდა გააჩნდეს. გესმით რა ხდება? ეს რაღაცა ბოდვაა, ანუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ახალგაზრდები არანაირ სამეცნიერო პროექტებში დასავლეთში არ მონაწილეობდნენ? ვითომ მიზანი არის რომ რაღაცა NGO-ების NGO-შნიკი არის ყო კაცო, კობახიძე თვითონ სოროსის ფონდის თანამშრომელი არ გახდათ? NGO-შნიკი არის ყო? NGO-შნიკი არის ბატონი პაპუაშვილი? აბა ვინ არიან ესენი? არასდროს ყოფილ ვარ თუ ასეთი განცხადება. როგორ არასდროს არ იყვნენ, რას ქვია არასდროს არ იყვნენ, რას ქვია, რომ საოფიციალურად ბიოგრაფიებში აქვს, როგორ არ იყვნენ ახლა. ბატონი პაპუაშვილი საერთოდ ილიაუნის რექტორია, ესე ლექტორი იყო ილიაუნის. და მანამდე აბა როგორ გერმანულ აბა რა პროექტებში იყო, გერმანულ პროექტებში არ იყო? როგორ არ იყო კობახიძე სოროსის თანამშრომელი? სოროსის თანამშრომელიც იყო, გაეროს პროექტშიც იყო, სულ საერთაშორისო პროექტებში იყო. რას ქვია ეხლა ესენი ხო მატყუარა ხალხია, თვალებში გვიყურებენ, გვატყუებენ, რას იყვნენ? ეხლა ესენი რას ამბობენ? რა შუაში აქვს პოლიტიკური პროექტები? დაუშვათ ადამიანები მონაწილეობენ პროგრამირების პროექტებში, სოციალური კვლევები, სამედიცინო პროექტებში. ეხლა ყველა ეს ადამიანი არ შეიძლება რომ საერთოდ სადმე გარეთ გამოვიდეს, აზრი კონდეს, საპროტესტო აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ახლა კიდე სხვა რაღაცაა, დაუშვათ თქვენ ყავთ ბიძაშვილი, ან ძმა, თქვენი ღვიძლი ძმა, წავიდა, მუშაობს საზღვარგარეთ, შეიძლება მუშაობდეს შავმუშად. მაგრამ გიგზავნის შენ ფულს და ამ ფულით შენ პურს ჭამ. ახლა ეს შეიძლება ჩაითვალოს დაფინანსება დასავლეთიდან და შენ არ აქვს უფლება არანაირ პროცესებში მიიღო მონაწილეობა. არ მოგწონ შენ ამ ხელისუფლების უზურპაციული პოლიტიკა და აპროტესტება აკრძალულია? ეს ყველაფერი არის, აი, საოცრება, არ ვიცი ახლა. რაღაცა სრული სიგიჟესაა აქ ადგილი. თავად ხელისუფლება განსაზღვრავს აი ამ გრანტის მიზნობრიობას შეისწავლის და შემდეგ უკვე თუ კი მას ექნება სურვილი, ასეთ შემთხვევაში დაამტკიცებს და მისცემს სარგებლობის უფლებას. მოკლედ ესე გავიგეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ. ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც აქ უკვე ჩამოყალიბდა, ცდილობს კიდევ უფრო მეტად ჩაიგდოს ხელში ყველაფერი. თუ თქვენ
ხართ პროგრამისტი, მონაწილეობთ რაიმე პროექტში ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის Google. ღებულობთ გრანტს, წერთ კომპიუტერულ პროგრამას და მერე მოისურვებთ ამ პოლიტიკურ პარტიაში შესვლას, ან არ მოგწონთ ამ ხელისუფლების ქმედებები და მიტინგზე მიხვალ და სიტყვით გამოხვალთ, ხელისუფლება ღებულობს ახალ კანონს და თავის თავს აძლევს უფლებას, რომ აი ეს კაცი დასაჯოს. დააჯარემოს, ციხეშიც კი ჩასვას, ანუ მხოლოდ იმის გამო, რომ ამან როდესღაც პროგრამისტად იმუშავა რაღაც პროექტში. ამის შეფუთვა ისეთია, რომ თითქოს ეს პროგრამისტები კი არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ ვიღაცა რაღაც NGO-ში რომ ღებულობდა ხელფას, მაგრამ NGO-ებში მუშაობენ დღეს ფიზიკოსებიც, ქიმიკოსებიც, პროგრამისტებიც, ანუ ესენი თვითონ შეარჩევენ, შენთვის შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. და ვინ აკეთებს ამას? ამას აკეთებს ბატონი კობახიძე, რომელიც თავად იყო NGO-შნიკი და Soros ფონდის თანამშრომელი და ბატონი პაპუაშვილი, რომელიც გერმანულ ფონდებში მუშაობდა. აი USAID-ის მსგავსი, ესე იგი, დახმარების გერმანიის პროექტებში მუშაობდა და მერე ილიაუნის ელექტორი იყო. აი ეს ხალხი აკეთებს და ეს არის მორიგი ხალხის მოტყუება, მორიგი ძალაუფლების უზურპირება. გაუგონარი რაღაცა ეს, აი გაუგონარი. გეუბნებით, მალე ესენი ახალ კანონს მიიღებენ, სადაც საერთოდ გვეტყვიან, როგორ სამოსში ვიაროთ ქუჩაში, რომელ ავტობუსში შეიძლება ჩავშდეთ, რომელში არ შეიძლება ჩავშდეთ, როგორ ვის უნდათ ხაერით. სიგიჟია ეს ყველაფერი, გაცდა ყველანაირ ნორმალურ დონეს. და ეს ხალხი ქართული ოცნების ხარდამჭერი ამ დაგიბნელად გონება, კაცო, აი რამ დაგაბნელად. ვერ ხედავთ, რომ ეს ყველანაირ ნორმალური, აი ნორმალური დონეს გადაცდა. აი გუშინ სხვათა შორის EUTOS 24 წევრმა ქვეყანამ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების საკითხი განიხილა და გააქტიურა ასევე ექსპერტული მისიების შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. რას გულისხმობს ბატონ დავით? აი სწორედ ამას გულისხმობს. ყველა ქმედება ამ ხელისუფლების ყოველგვარ გონივრულ ნორმალურ ფარგლებს გასცდა. ამიტომ EUTO-ში არის ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ხურ რამდენჯერმე თუ არ ვთქვი 17ჯერ იყო ამუშავებული, ხა ზუსტი ციფრი არ მახსოვს. მოსკოვის წინააღმდეგ, ბელორუსიის წინააღმდეგ იყო ამუშავებული, ეხლა ამოქმედდა საქართველოს წინააღმდეგ. ანუ EUTO-s ქვეყნებმა 24 ქვეყანამ დაიწყო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოძიება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ აი ამ კანონების გამო, რომელიც იქნა მიღებული და რა კანონებია ესა? დასმენის კანონი, რომელიც მიიღეს ბევრჯერ თქვი და არავინ ყურს არ იბერტყავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რაც საბჭოთა დროს იყო შეუძლია ხა დაგასმინოს, თანაც დაწეროს, რომ მე მომეჩვენა, რომ აი ეს კაცი რაღაცა წესებს არ ღვევდა, უცხოეთის აგენტია და აღიძვრება საქმე შენ წინააღმდეგ. კანონი, რომელიც არაძლევს ადამიანებს საშუალებას ქუჩაში პროტესტი მოეწყონ, კანონი, რომელიც უშლის ტროტუარზე პროტესტის მოწყობას, ეხლა ახალი კანონი, რომელიც საერთოდ ეუბნება, რომ აი პროგრამისტად იყავის, რომელიღაცა საერთაშორისო პროექტში, პოლიტიკურ პარტიაში ვერ შეხვალ, ეს ყველა კანონები მოიგონა ბატონმა კობახიძემ. ამას ვერასოდეს ვერ მოიფიქრებდა ხელმწიფე ივანიშვილი. ეს არის მოფიქრებული კობახიძის. მე კვლავ ამბობ, რომ ამ კაცმა კი დაამთავრა იურისპრუდენცია, მაგრამ მას არ ესმის რა არის ეს. მას გონია, რომ ნებისმიერი უკანონების, რასაც ის მოიგონებს, დაკანონება არის სწორედ. არა, უკანონობის დაკანონება უკვე დანაშაულია. ამიტომ ეხლა EUTO-მ დაიწყო საერთაშორისო გამოძიება და ეს პროცესი გაგრძელდება. საერთაშორისო გამოძიება ასევე დაწყებულია და პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვიცით, ქიმიური იარაღის საკუთარ მოქალაქეებზე გამოყენების. აი თუ ერთობლიობაში შევხედავთ, როგორ პოზიციონირებს საქართველოს საგარეო, ასე ვთქვათ, გაერომ უკვე განცხადება გააკეთა, რომ საქართველოს საერთოდ აღარაა დემოკრატიული ქვეყანა. ეს განცხადება უკვე გააკეთა და მართლა აღარ არის დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ რა თქმა უნდა ის ქიმიური ნივთიერების გამოყენებაც იქნება ამ საერთაშორისო გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. კი ბატონო. გრენლანდიის თემა არის ასევე ძალიან აქტუალური. ბატონ დავით, ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის შემადგენლობაში უნდა შევიდეს და აი საგარეო მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ ამ ნაწილში. გრენლანდიაზე მე ერთხელ ვისაუბრე და მე ბევრი შეკითხვები იყო და დაზუსტებებს თხოვდნენ და ნუ კი ბატონო, შემიძლია გავაკეთო ყველანაირი დაზუსტება. პირველი, გრენლანდია არის ყველაზე დიდი კუნძული დედამიწაზე. მეორე, ის ყველაზე ახლოს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კერძოდ ალიასკასთან, მაგრამ ახლოს არ ნიშნავს, რომ 100 კილომეტრში. 2000 კილომეტრია ალიასკიდან გრენლანდიამდე.
მოგეხსენებათ ალიასკა თავის დროზე რუსეთს ეკუთვნოდა და მან მიყიდა ის შეერთებულ შტატებს. შემდეგ გრენლანდია, ისევე როგორც ალიასკა, განეკუთვნება არქტიკულ ზონას. ამაზე კიდე ცალკე ვიტყვი. გრენლანდიაში ცხოვრობს 60,000 კაცზე ნაკლები. ვინ არიან ესენი? 90% მოსახლეობის ეს არის ესკიმოსები. ალეუტები ესეთი ტომია, ესკიმოსები. და 10% ეს არის ადამიანები, რომლებიც ევროპელებს განეკუთვნება და რომლებმაც იციან დანიური ენა. 90% ესკიმოსების დანიური ენა საერთოდ არ იცის და დანიასთან რეალურად არანაირი კონტაქტი არ აქვს. ამ დროს მოსახლეობის 100% ლაპარაკობს ინგლისურად. ხარჯავს თუ არა ფულს დანია გრენლანდიაზე. დანია აცხადებს, რომ ის საშუალოდ თვითონ მოქალაქეზე, მის საპენსიო უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ასე შემდეგ ხარჯავს თვეში დაახლოებით $700 თვითონ მოქალაქეზე გრენლანდიის. აქ დავამიდის ასე არა, ვენდოთ რომ დანია ხარჯავს $700, მაგრამ ამერიკა ამბობს, რომ ბიზნესი რეალურად, რომელიც კი არსებობს, თუ რაიმე ბიზნესი არსებობს, ეკონომიკური ურთიერთობა, სოციალური ურთიერთობა, რეალურად სამეცნიერო, კულტურული ყველაფერი ეს ძირითადად გრენლანდიას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არა დანიასთან. და ალბათ 90%-ით ეს სრული სიმართლეა. ამერიკა თulis რომ ის ინახავს რეალურად გრენლანდიას, მაგალითად იგივე ბიზნეს ეკონომიკური პროექტები და სხვა და სხვა. აქ დავა მიმდინარეობს. მოსახლეობის განწყობა. მოსახლეობას როგორც წესი, როგორც ჩვენ ვხედავთ, სურს თავისუფლება, იმიტომ რომ 2017 წელს, თუ არ ვცდები 2017 წელს, გრენლანდია მიიღო კანონი, რომელშიც თავის თავს მიანიჭა უფლება გამოაცხადოს დამოუკიდებლობა ნებისმიერ მომენტში. დანიას ძალიან შვიდად შეხვდა ამას, არ უთქვავს რომ ეს უკანონობა, არ უთქვავს რომ ვიღაცას დაასჯის, პრინციპში ხმა არ ამოუღია. მაგრამ არის კვლევები, არასანდო კვლევები, საიდანაც ჩანს რომ მარტო 10%-ს აინტერესებს დანია და დანიის მიმართულება, 30% საერთოდ დაინტერესებულია ამერიკასთან შერწყმაში, 60%-ს უნდა დამოუკიდებლობა, აი რაღაც ესეთი მე ვერ ვიტყვი რომ სანდო კვლევებია, მაგრამ ესეთი კვლევებია. ეხლა რაც შეეხება ამერიკულ ურთიერთობას. პირველად 150 წლის წინ ამერიკამ ღიად შესთავაზა გრენლანდიის ყიდვა, ანუ დანიას უთხრა რომ მომყიდე გრენლანდია. ამის მერე დაახლოებით 120 წლის წინ ამერიკამ განაცხადა რომ უნდა მივიერთო გრენლანდიაო. ეს ახალი თემა არაა. განვლილ 150 წელიწადში ამერიკამ 4ჯერ მაინც შესთავაზა დანიას რომ მომყიდეო გრენლანდია და 5ჯერ მაინც განაცხადა რომ უნდა მივიერთო გრენლანდიაო. ასე რომ ტრამპმა არაფერი სიახლე არ თქვა ამერიკის საზოგადოებისთვის ეს თემა 150 წელია ცნობილია. ტრამპი არის მორიგი პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა რომ ან უნდა იყიდოს, ან უნდა მიერთოს. რაც ვიმეორებს საშუალოდ ყოველ 20 წელიწადში, 19 წელიწადში, 18 წელიწადში ერთხელ ამერიკა აცხადებს რომ ან უნდა იყიდოს, ან უნდა მიერთოს. არაფერი სიახლე არ არის. მაგრამ ყოველ ამ 20 წელიწადში განახლებული განცხადებები კეთდება, იმიტომ რომ სიტუაცია მსოფლიოში იცვლება. ეხლა მაგალითად რატომ ვთქვი რომ არქტიკას განეკუთვნება, ეს ამნიშნულოვანი. არქტიკა არ არის კონტინენტი. არქტიკა ეს კუნძულებია. პერიმეტრი არქტიკის არის დაახლოებით 39,000 კილომეტრი. აქედან დაახლოებით 23,000 კილომეტრი რუსეთს ეკუთვნის, ანუ ყველა ის კუნძულები რუსეთისაა. ეს დაახლოებით 47-58% არქტიკის პერიმეტრის რუსეთს ეკუთვნის. და რუსეთი ამბობს, აქ ხო მარტო კუნძულები არ არის, აქ არის შელფი, წყალქვეშა შელფი, რომელიც კიდე 20 კილომეტრი გრძელდება და რატო გახდა აქტუალური? იმიტომ რომ დღეს არის მონაცემები, რომ არქტიკაში არის ძალიან ბევრი ნავთობი, ძალიან ბევრი გაზი წყლის ქვეშ და ყველას უნდა ეს ამბავი. რუსებმა ისიც კი ქნეს, რომ ვინაიდან 58% მათია იქ წყლის ქვეშ, არქტიკის ცენტრი არის წყლის ქვეშ. იქ წყალქვეშანავით ჩააღწიეს და დროშა ჩაარჭეს, რუსულია ესეთი რკინის დროშა, არ ვიცი, ალუმინის რაღაც დროშა ჩაარჭეს, უჟანგავი რომ აი ჩვენია ეს ტერიტორია. ამათი მთავარი კონკურენტი აქ არის ამერიკა, ალიასკა არქტიკას ეკუთვნის, ახლა ამერიკას უნდა გრენლანდიაც რომ არქტიკაზე მეტი პრეტენზია ჰქონდეს და ამერიკამ დოქტრინაც კი შექმნა, რომ მე უნდა ვბატონობდე არქტიკაში. წარმოიდგინეთ, რომ ჩინეთს, რომელსაც არქტიკასთან პირდაპირ შეხება, საერთოდ არ აქვს, ისიც ამბობს, რომ მასაც უნდა იქ რაღაც ბატონობა. თან გრენლანდიაში აღმოჩნდა ეხლა კიდე ახალი მინერალები, რომელიც აი მობილურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. აი ამიტომ არის ძალიან აქტუალური ეს გრენლანდიის საკითხი. ასე რომ ტრამპმა რაც თქვა არ არის ახალი.
ჩვენ ახლა არ ვარჩევთ მართალი ვინა აქვს, ტყვანი ვინა, დანია საერთოდ თავის დროზე პირველი ევროპელები, ისლანდიელები იყვნენ გრენლანდიაში, მერე ნორვეგიელები, მერე დანიას შეხვდეს. აქ იმას არ ვარჩევ დანია მართალი, ამერიკა მართალი, ადგილობრივ ესკიმოსებს რა უნდათ. აი ფაქტი რაც არის ის თქვით ჩვენ. კი ბატონო. მადლობა ამ განმარტებისთვის და ბატონ დავით, ისევ რომ დავუბრუნდეთ ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს და იმ საკითხებს, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესოა და ხელისუფლებაც ამაზეა ფოკუსირებული ამ წუთას, რომ საზოგადოების ყურადღება აქეთკენ გადმოიტანოს. ეს არის თემა, რომელიც მაყურებელს ყოველთვის საინტერესებს სურსათზე, მაგალითად, ფასების გაიაფების საკითხს უგულისხმობ და კობახიძის გადაწყვეტილებას, მთავრობის აი ამ ყურადღებას და აი ამ ნაბიჯებს, რომელიც თითქოს გამოიჩინეს ამ საკითხის მიმართ, რომელთაც ჩვენ კარგახანია ვიცით, რომ ევროპაში არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი ფასებია პროდუქტებზე, მათ შორის მომსახურების სფერო იქნება ეს საკვები პროდუქტი თუ არ ვიცი, სააფთიაქო ქსელები, მათ შორის და ვხედავთ, რომ შეხვედრები მიმდინარეობს, ქართული ოცნება და მისი მთავარი პირები, ასევე პირველი პირები აქტიურად არიან ამ შეხვედრებში ჩართული და რას ველოდებით აი ამ შეხვედრებიდან. შედეგი არის, აი მომისმენთ ბატონი კობახიძე დადის მაღაზიებში, არა, ან ბაზარში, ან ბაზრობებზე, ან სადმე დადის თვითონ, არა. ესე იგი, მას ყავს ვიღაც თანაშემწეები, რომლებიც რას ახსენებენ. რისი მოსმენაც მას სულს, რომ ფასები დაეცა. აი თქვენ ხო დადიხართ მაღაზიებში, ფასები დაეცა? არა, ნამდვილად, ჯერჯერობით არ არის შეცვლილი. ვინმემ თუ ნახა რეალურად საქართველოში, რომ ფასი სადმე დაეცა. ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ პირველი რეაქცია მისი გამოსვლის მერე უკვე იყო, რომ ფასები დაეცა. ვინ ატყუებს მას? მე ვეუბნები ბატონ კობახიძეს, რომ თქვენ გატყუებენ. აქ ნამდვილად ბაზრის კვლევა არის საჭირო, რომ ეს გავიგოთ. პირდაპირ შემიძლია უთხრა ბატონ კობახიძეს, რომ მას ატყუებენ მისი თანაშემწეები, მისი თანამშრომლები, რომლებიც ტყუილს ეუბნებიან, რომ ფასები შემცირდა და მე ბატონი კობახიძე გამოდის და ამბობს, ჩემი პირველი განცხადების მერე ფასი შემცირდა. არც ერთ მაღაზიაში ფასები არა მარტო არ შემცირდა, ან ბაზრობებზე, ან ბაზარში. პირიქით, ფასებმა მოიმატა და ბევრი ბიზნესმენი პირდაპირ ამბობს, რომ მე აი რაც მოუმატე, ახლა მე იმას დავაკლებ. არსად ფასი არ შემცირებულა და თუ ვინმე ამას პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახსენებს, ის ატყუებს მას. მე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკე, რომ აქ სულ სხვა რადიკალური ქმედებები არის საჭირო, მაღაზიათა ქსელმა უნდა შეღწევადობა გახსნას ქართული ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის, წვრილი თუ საშუალო მეწარმეებისთვის. მერე უნდა დადგინდეს საკანონმდებლო დონეზე მექანიზმი ამ ფასების გამომუშავების, აქ ბევრი საკითხებია, რეალურად ფასები არ შემცირებულა. ბატონ დავით, აი საინტერესოა, სხვა ქვეყნების მაგალითად ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს მაგალითად აი ევროპაში შევადაროთ ხოლმე რა მდგომარეობა ამ ნაწილში და ასე შემდეგ. აი არსებობს თუ არა რაიმე ზედა ზღვარი მაგალითად პროდუქტების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება თქვა ჩვენ ქვეყანაშიც დავაწესოთ და აი ამის შემდეგ უკვე ფასები არ გაიზარდოს მაგალითად პროდუქტებზე და ასე შემდეგ. ესეთი რამე არ არსებობს, მაგრამ არსებობს მექანიზმები. დიახ, რა ტიპის მექანიზმები? მარტივი მექანიზმია მაგალითად პირველი მექანიზმი, რომელიც ახლა ამ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, ხო? კანონმდებლობა უნდა გაასაზროს, რამდენი შეიძლება იყოს პროცენტულად ფასნამატი. თუ თვითღირებულება პროდუქტის არის 1 ლარი, აი ადვილად რო გავიგოთ ეს. არ შეიძლება რომ ფასნამატი იყოს ასევე 1 ლარი. თვითღირებულებას უნდა შემქმნელმა პროდუქციის დაამატოს თავის მოგება. ეს შეიძლება იყოს 10 ან 20%. მაგრამ მაღაზიამაც უნდა დაამატოს, გასაგებია მაღაზიასაც ხარჯები აქვს, მაგრამ არც ეს არ უნდა იყოს 20%-ზე მეტი, ნუ უკიდურეს შემთხვევაში 30%-ზე მეტი. აი ამაშია საქმე, კანონმა უნდა განსაზღვროს მექანიზმი ამ ფასნამატის წარმოქმნის და მერე იქ იგონებენ 1000 ფოკუსებს, ხან კეშბექს დაარქმევენ, ხან რაღაცას დაარქმევენ და კანონი პირდაპირ უნდა ამბობდეს ან კანონქვემდებარე აქტი, რომ ფასნამატი თავის კეშბეკიან, არა კეშბეკიან და სხვა ფოკუსებთან ერთად არ უნდა იყოს 20, 25, 30%-ზე მეტი. ანუ იმაზე მეტი არ უნდა იყოს, რაც რეალურად მოგებაც უნდა ნახოს მაღაზიამაც და თავის უნდა შეინახოს, მაგრამ ამაზე მეტი არ უნდა იყოს ეს. და ამას უნდა არეგულირებდეს კანონმდებლობა. მაშინ ფასები დარეგულირდება ავტომატურად, ეს ერთია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კვლავ ამბობ, ფასის დაგდების თავარი მექანიზმი არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწარმოებელი ან შემომტანი შეუშვა მაღაზიების ქსელში.
თუ მარტო შენი წვენი შედის მაღაზიის ქსელში და ჩემი ან წარმოებული ან შემოტანილი წვენი არ შედის და მარტო 5 წვენი შეუშვე, მაშინ როცა შეიძლება 50 შეუშვე, ან 20 შეუშვე და შეიძლება 200 შეშვება. ფასი არ დავარდება. აი 200 რო შეუშვე, ფასი დავარდება. გასაგებია მეორეს მხრივ რომ დახლების პრობლემა, განთავსების პრობლემა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო არის ჯერ ერთი უნდა შეფასდეს ეს წვენები ხარისხიანია, არ არის ხარისხიანი. ეხლა ყველაფერი უხარისხო შედის და ხარისხიანი შემოაქვს ხალხს და ვერ ყიდის და მე უკვდება ეს საქონელი. ანუ აქ არის უზარმაზარი კომპლექსი ქმედებებისა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და საბოლოო ჯამში კანონების სახით უნდა ჩამოყალიბდეს. და აქ ეხლა ჩვეულებრივი ამბავია, მე ვამბობდი სულ არა აქვს ცოდნა ამ ხელისუფლებას. ესენი აი ესე ჩვენ ეთერს უსმენენ, სხვა ეთერებს უსმენენ, პრობლემას იგებენ და მე უბრალო პოპულიზმია. გამოდიან ჩვენ გადავჭრით ამ საკითხს. წარმოდგენა არა აქვს როგორ უნდა გადაჭრან ეს საკითხი. არაფერი არ იჭრება მე. თვეები მიდის, ეხლაც ესე იქნება თვეები ვილაპარაკებთ, რეალურად არც არ მევალთ ჩვენ. უნდა გაიხსნას მაღაზიათა ქსელი. ყველასთვის და უნდა შემუშავდეს საჯარო პირობები. ყველასთვის გასაგები საჯარო პირობები. ვაკმაყოფილებ ამ პირობებს, უნდა შევიდე ქსელში, ვერ შემიშლი ხელს. აი ეს ამთავრ. წარმოების ხელშეწყობა მათ შორის არის თუ არა ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს თვითკმ არ იყოს და არ იყოს ამდენად დამოკიდებული ეს ეს სხვა საკითხია. საერთოდ სასოციალო უსაფრთხოება არსებობს ესეთი თემა, რომელიც მოითხოვს იმას, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი თუ ამაზე ვლაპარაკობთ, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანა საკუთარი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტით, რისი შესაძლებლობები საქართველოს ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ მიზანმიმართულად საქართველოს სოფლის მეურნეობას კლავდა ხელისუფლება მიზან მიმართულად მრავალი წელი. და ეს არც ეხლა ჩანს, რომ რაიმე იცვლება ამ კუთხით, არაფერი არ იცვლება. ჩვენ უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ იმას, რომ ვაშლი და ჩვენ ჩეხავთ ჩვენ ვაშლს და შემოგვაქვს თურქეთიდან ვაშლი. დიდი ხანია შევეჩვიეთ ამას. ვაშლი, კლიავი, რა ვიცი, ყველანაირი პროდუქტი, ყურძენი, ყველაფერი შემოგვაქვს ჩვენ ლობიო. ჩვენ ყველა სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოგვაქვს და ამ დროს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტი ხარისხიანია და კარტოფილი იქნება თუ პამიდორი იქნება თუ რა თურქეთს მიაქვს. ჩვენი ციტრუსი მიაქვს და თავის უხარისხო შემოგვაქვს. ჩვენ დიდი ხანია აი ამ სრულ უგუნურობაში ვიყავით. მოცვის ეთისხილი მათ შორის კარგი მზადდება საქართველოში, რომელიც გადის შემდეგ. აი ამ უგუნურობაში დიდი ხანია ვარ ჩვენ და ამ უგუნურობაში გვამყოფებს. ეს ხელისუფლება მანამდე წინა ხელისუფლება კიდევ ამბობ, ჩვენ შევედით ეპოქაში, როდესაც სრულიად გაუნათლებელი ხალხი მოდის ხელისუფლებაში. მუდმივად თანაც, მუდმივად. მანამდე სააკაშვილს მოყავდა სრულიად გაუნათლებელი ხალხი. ეხლა ხელმწიფე ივანიშვილს მოყავს მუდმივად ერთი მეორეზე უფრო გაუნათლებელი და უცოდნელი ხალხი ხელისუფლებაში. აქ დღეს სხვა კრიტერიუმებია, მთავარია ლაპარაკობდე გერმანულად ან ინგლისურად და უკვე განათლებული ხარ. სულ მომყავს მაგალითი. ილია ვეკოა გახდათ თანამედროვეობის მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი ერთ-ერთი მათემატიკოსი პლანეტაზე. არ იცოდა ინგლისური ენა, არც გერმანული და არც ფრანგული. კი ბატონო. მადლობა ბატონ დავით გადაცემაში მონაწილეობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ყველაფერი რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აღქმული იყოს სწორად და ჩვენ ვიცით ხოლმე როდესაც უყურებენ ჩვენ გადაცემას ვსაუბრობთ ხოლმე და რამდენიმე ასე ვთქვათ ხანში შემდეგ იმეორებენ ამას რაღაც დახვეწილი სხვა სიტყვებით და ჩვენ რამე სიკეთე მოუტანონ ამ ქვეყანას თორე უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ. კი ბატონო. მემშვიდობები დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი გსტუმრობდა სტუდია ნომერი 8 დროებით გვემშვიდობებათ მე კვლავ შემოგიერთდებით გადაცემის მეორე ნაწილით 6-ის ნახევარზე მანამ კი არ გადართოთ და დარჩით ჩვენთან ერთად დროებით